ხართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ თქვენზე, ყველაფერი თქვენზე. სამგაშას დავიწყებდე როგორც ყოველთვის, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. მაშ ასე დავიწყოთ თქვენზე, ყველაფერი თქვენზე. ჩემ ერთმა გამომწერმა შემთავაზა ეს თქვენ ადრესში მიდიოდა იცი რომ გითხრა სიმართლე იმ ნაკადში არ ვიცი არ მახსოვს ზუსტად როგორ შლიდი იმ ნაკადში იყო და ამ ნაკადში ვნახოთ როგორი იქნება მაგრამ გავითვალისწინე თქვენ მე მაინტერესებს ახლა შევადარო ყველაფერი თქვენი ფიქრი მისი ფიქრი გრძნობები და ასე შემდეგ ნახოთ რა შეიძლება აქედან გამოვიდეს მაქსიმალურად მინდა რომ ცირე არკანებით მოგცეთ ინფორმაცია იმიტომ რომ ბევრი გაგიქვა უფრო დამაბნეველია მაგრამ მოკლედ თქვათ ეს ყველაფერი თქვენი ფიქრები და მისი ფიქრები ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით როგორი გადაცვლილია ენერგიები და ძალიან კარგია. ზოგადად რა ხდება თქვენს ურთიერთობაში? ნუ გარმული ურთიერთობაა, პირველ რიგში მინდა ვთქვა და მეორე არის უკვე რაღაცა გადაწყვეტილება. ან უნდა შერიგდეთ, ან გაიყაროთ, ან რაღაცა გაიყაროთ. ბოდიში. გაიყაროთ. ხა ამის გამო არ მინდა რომ გავდიშო. არ მინდა რომ გავდიშო, მაგრამ მაპატიეთ. ხო იცი მინიშნებასაც მიაქციეთ ყურადღება. ენერგიები გადაცვლილი და რატომ მომწონს ახლა? ნუ აქეთ სხვათა შორის ერთნაირად ამოხვედით. შენ ხარ როგორი მოწოდების სიმაღლეზე, რა თქმა უნდა, გეფიქრება, ყველაფერი გეფიქრება, უფრო საკუთარ თავზე გეფიქრება და ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. ამ ურთიერთობიდან მივხვდი საკუთარ თავისფას იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე იცოდი, ამ ადამიანმა ძალიან დიდი როლი ითამაშა აქედან გამომდინარე და არ გინდა რომ თავი მოიტყვი, იმიტომ რომ ხარ რაღაცა მოტყუებულ გაცრუებულ მდგომარეობაში და აქედან ნელ-ნელა თითქოს ზოგი გამოდის, ზოგი კიდე უფრო გამოხვალთ და გამოსულები ხართ. და ეს ადამიანი ძალიან ბევრს ნერვიულობს და დარდობს, უფრო ვიტყოდი ამ სიტუაციას. ისეთი შეგრძნება რჩება, რომ ბოდიშის თქმა და რაღაც აღიარება ძალიან ისე ვთქვათ უჭირს ამ ეტაპზე, მაგრამ შინაგანად შენი ფასი გაიგო. ყველაფერი გააცნობიერა და გააცნობიერა ის, რომ აუცილებლად უნდა გამოთქვას ეს ემოციები და ყველაფერი რომ უნდა გითხრას. და შენ როგორ ახარ იცი, თითქოს არ გინდა რომ კვალი დატოვო ინტერესის დონეზე მასთან, მაგრამ ყველაფერი რა თქმა უნდა მასე გაინტერესებს. ნუ ახლა-ახლაც რო უყურებ რა თქმა უნდა შესაბამისად ესეც ითვლება, მაგრამ ეს შეიძლება იყოს აი სტალკავდე, შიგადაშიგ რაღაცებს აკვირდებოდე, ანალიზს აკეთებდე და შენი შეგრძნებები რომ რაღაცნაირად თვითონ წაგებულ მდგომარეობაშია, ეს ამართლებს. ნახოთ ახლა შენი გრძნობები, ნახოთ გრძნობები. ნუ ვერ ვიტყვი რომ თლად გახარებული და ბედნიერი ხარ, იმიტომ რომ გაკლია ეს ადამიანი შინაგანად, მაგრამ იმასაც აცნობიერებ, რომ მასთანაც არ გამოდის, ანუ ვერ შეგავსო ამ ადამიანმა შენ ისე, როგორც შენ ეს გჭირდებოდა, როგორც შენ შესაძლოა ამას აკეთებდი მის მიმართ და არის ემოციური კრიზისი. ისე მთლიანობაში არ შენ არ ხარ რომ შევფუთოთ ახლა კი კარგია მოწოდების სიმაღლეზე ხარ და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ნუ თუ გულწრფელი იქნები, რა თქმა უნდა, შენ უარყოფითად ხარ მაინც და ემოციურ კრიზისში ხარ, ცოტა შიმშილშიც ხარ, გინდა თუ არ გინდა ეს ადამიანი რომ მაინც გინდა, მაგრამ იცი როგორ ახარ ეს სადარაჯოს ედგა ხარ და ფიქრობ რომ უნდა დაიცვა შენი პოზიცია, შენი ემოციები და რომ უკვე უნდა მოუჭირო ხელი ყველაფერს, რასაც გაცემა ქვია ემოციების. გიჭირს მაინც ნახოთ მისი ემოციური მდგომარეობა. გორი ჭვიანობს, ყველაფერი აინტერესებს შენზე, მოწონს შენი ვიზუალი, საერთოდ გრძნობებში მისთვის ხარ ძალიან სასურველი. მე სიღრმე ძალიან დამაკლდა ისე. თქვენს გაკლიათ აქ სიღრმე. მაგრამ თუ გონია რომ ისთვის სასურველი არ ახარ და ან ერთმანეთს უყურებთ.
მინდა ვთქვა, რომ ორივეს ისეთი მძაფრი ინტერესები გაქვთ, რომ შენ მისი ცხოვრება გაინტერესებს და მასაც შენი აინტერესებს და შეიძლება არ იყოს ახლა ღიად პირდაპირ, მაგრამ აუცილებლად იქნება ეს ესეთ მიხეულ-მოხეულ გზებით, რომ უნდა რომ ყველაფერი გაიგოს. სასურველი ხარ ეჭვიანობს, მაგრამ მე პირადად აქ გრძნობა დამაკლდა. ძალიან დამაკლდა გრძნობა. როგორ უნდა მოიქცე შენც რა არის არჩევანი უნდა გააკეთო სწორად, რამდენად გინდა შენ ამ ადამიანის კონკრეტული კონტაქტზე გამოსვლა, გრძნობა, ემოცია, იმიტომ რომ ძალიან ცვალებადია ეს ადამიანი. იმდენად ცვალებადია, რომ უკვე კარგად უნდა დაფიქრდე, რამდენად გჭირდება და რამდენად შეგავსებს ეს პიროვნება შენ. მისი მოქმედება რა იქნება? ხო. უნდა გავიდეს დრო რომ მიხვდეს იმოდენად უნდა მოენატრო რომ აი მართლა მიხვდეს ბოლოს და ბოლოს მე რო გითხარით რომ გზნობაში დღეს მე დამაკლდა ემოციები მერე გაეღვივება ამას ეს ყველაფერი და როცა დაფიქრდება და მართლა შენი დაკარგვის რასაც დაკარგვის წვენი ქვია ამას რომ დააგემოვნებს მერე უკვე რა თქმა უნდა ეს დაგროვებული და გამოუთქმელი ფანტანი ემოციის ამოხეთქავს და სიყვარული თუ გადაარჩენს ისევ და ამის გააზრება თქვენს ურთიერთობას რაც შეეხება ურთიერთობის პერსპექტივას ამ ურთიერთობაში პერსპექტივა და განვითარების შანსები მოდი ვთქვა დღესდღეობით არ განიხილება თუმცა არის იმის შანსები რომ ამ ადამიანმა სწორი არჩევანი გააკეთოს თქვენთან მიმართებაში თუ უკვე გაკეთებული აქვს არჩევანი ახლაც მიმდინარეობს მაგის პროცესი რომ მერე კიდე უფრო კარგად დაადასტუროს საკუთარ თავში რა უნდა ვინ უნდა და როგორ უნდა ისე შანსები არის ამ ურთიერთობაში მაგრამ რა არის ისეთი შეიძლება მოჩება რომ თითქოს საკუთარ თავსაც ემალება და ზოგადად იმალება ეს ადამიანი ამ ურთიერთობაში ძალიან ისე რომ თქვა თავის ჭრდილში არის მოქცეული არის ის საერთოდ რა გააკეთოს თქვენი მხრიდან არანაირი მინიშნება არ უნდა წავიდეს არ ვიცი ახლა მე უბრალოდ ტაროდან გეუბნებით თქვენ რა თქმა უნდა ისე უნდა გააკეთოს ყველაფერი როგორც თქვენ გსურთ ეს არის უპირველესი მაგრამ თუ რაღაცა გინდა მაინც პატარა მინიშნებები პირველი ნაბიჯები აქედან თავი შეიკავეთ ან თუნდაც ახსნა განმარტება ნებისმიერი ემოციები იმიტომ რომ არის მინება დღესდღეობით ეს ადამიანი და ვერ გაიგებს სწორად იმას რისი მის გულამდე და გონებამდე მიტანაც გინდა ამიტომ შანსები მოდი ესე ვიტყოდი უფრო ამ ურთიერთობაში საერთოდ ზოგად გაშლებში ესე ვერ ვიტყვი მაგრამ ზოგადი გაშლების მადლით და თქვენი ინტუიციის წყალობით ვიტყოდი რომ უფრო 2 კვირა 2 თვე უნდა მიხვდეს რომ შანსები ჭირდება ამ ურთიერთობას და რაღაცა გააკეთოს აუცილებლად ან ყველა ვარიანტში მეორე თვე უფრო გაზაფხულისკენ გაზაფხულია ხო მე რა ერთად ჩემ თებერვალი ბოდიში რა ისა რო ქვია გაზაფხული რატო ვთქვი რა საინტერესო გაზაფხულიც ტყუილად არ ვიტყოდი 2 კვირა და 2 თვე და კიდე თებერვლის თვე იქნება ძალიან გადამწყვეტი თუ რა უნდა გააკეთოს მანამდე მე აქ არ მაქვს ის პროგნოზი რომ რამე დავინახო გოგონება რჩევა კი გითხარით მაგრამ ღირს რჩევის ამოღება ამ ფორმატში თქვენ ამაში რჩევები არ არის დიდად ამიტომ მოდი შევინარჩუნოთ ეს მე რა თქმა უნდა ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით